თქვენი ნახვა და მაქვს პატივი რომ ხოლმე რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ყოფილა მეთქი საქმე. ისე რომ დარწმუნებული ვარ რომ მაშინ უსამართლობის წინააღმდეგ საქართველოში გია ყველა ამ აქციის მართლა მადლიერება გამოვხატო, იმიტომ რომ ესეთი თანამებრძოლი მყავდა და ესეთი გვერევიან მერე რაო. სამშობლოსთვის გალახვის კი არა სიკვდილის არ გვეშინია. ჯერის მობილიზაცია შეძლო უფრო მეტად ვიდრე ჩვენ 26 მაისს. ესენი ლაპარაკობენ უსამართლობაზე, ესენი ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, ისე გამოტვინდა ამ ბოლო დროს, რომ იმასაც ვერ ხვდება, რომ პრეზიდენტმა ეს არ უნდა თქვა, რომ 4 პიჯაკი და 1 პალტო იყიდა ბიუჯეტის ხარჯზე, 14 სოფელი დაკარგული 2008 წელს. პრობლემს არ შეცდეთ. წინასარჩევნო განწყობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი მთელ საქართველოში და ვიცი რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს და რაც მთავარია მე ვხედავ რომ ის იდეები რომელიც მე მაქვს და ჩემს თანაგუნდელებს ადამიანებისათვის მისაღებია და ადამიანები სწორად აფასებენ იმ რეალურ შანსს რომელიც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ექნება ქვეყანას. იგულისხმება უბლოკო სტატუსი, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება და განხორციელება სწორი პოლიტიკის იგულისხმება ის რომ გაიხსნას რუსული ბაზარი და ძალიან ბევრი რამ გაკეთდეს სისტემურად სწორად რომ ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დადგეს და ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ იყოს ქვეყანაში და იგივე მშრომელი ადამიანი კახელი გლეხი იქნება ეს თუ დაუშვათ აჭარელი გლეხი თუ ნებისმიერი სხვა როცა შრომობს მოსავალს იღებს არ იყოს იმით შეწუხებული რა მოუვა თავში მთავრობას და არჩევნების წინ რაფას დააწესებს ან შეძლებს თუ არა თავისი პროდუქციის გასაღებას. ამავდროულად მე მინდა რომ მაჟორიტართან ერთად ვესაუბრო ხალხს, ბატონი გია ხელაშვილი არის ჩვენი მაჟორიტარი გურჯაანის რაიონში, ძალიან ღირსეული ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, რომელიც თუ რამე საპროტესტო აქციები იყო სამართლიანი საქართველოში ყველა ამ აქციის მონაწილეა, მათ შორის 26 მაისის მონაწილე, ძალიან ღირსეულად იდგა ის თავის თანაგუნდელებთან ერთად. მოგეხსენებათ რომ კახელების ჯგუფი იყო ის ნაწილი 26 მაისის მონაწილებისა, რომლებიც მართლაც სხვებთან ერთად ძალიან მედგრად იდგნენ, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო იყვნენ, ვინც ესე ვთქვათ დატოვა მოედანი არც შეიძლება ითქვას, არც დაუტოვებიათ მათ მოედანი, უბრალოდ ყველაზე ბოლოს ამათ მოერივნენ. და მე მინდა მას და მის თანამებრძოლებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და შევპირდე ამ ადამიანებს და მთელ საქართველოს რომ არასოდეს ქვეყანაში უსამართლობა აღარ იქნება, დასასჯელი დაისჯება, უდანაშაულო ადამიანი დაცული იქნება და არასოდეს არ იქნება დასჯილი და ქვეყანაში სამართლიანობა და ეკონომიკური წინსვლა იქნება. ასე რომ მე ვთხოვ გურჯაანელებს რომ შემოხაზონ სამი ნომერი და დაგვიჭირონ მხარი როგორც მაჟორიტარობის კანდიდატისათვის ბატონი გია ხელაშვილისთვის, ასევე პარტიის სიისათვის.